გამარჯობათ მეგობრებო. ესეთი რაღაც ავაწყე. დაახლოებით 2 კვირა დამჭირდა და სამსახურის მერე სახში რომ მოვდიოდი. საღამოობით 2-3 საათი. მუშაობდი, სასწავლად. გო-კარტი. რაღაცები არის კიდე წვრილმანები დასამთავრებელი. ეს საჭემ აქ გასაკეთებელი. ან ჩემი დიშვილისთვის მინდოდა რომ გამეკეთებია. 5 წლისაა, მაგრამ საკმაოდ სწრაფად დადის. შეიძლება იქ გაზის დაკლება. არ ველოდი ესეთ შედეგს. ძალიან თავისუფლად წამიყვანა 83 კილო ვარ. ჩვეულებრივად აღმართი, ანუ რაღაც მონაკვეთი იყო, ასასვლელი ავიდა. მატორი მაქსიმალურად მუშაობს, მაქსიმალურ სიჩქარეზე მუშაობს, როგორც ჩვეულებრივად ბალახის დაცელავის მატორი არის. პატარა პორშინიანი ოღონდ. ახლა არის ცოტა დიდი პორშინიანი გამოსული. ეს არის დაახლოებით 15 წლის უკან ვიყიდე. ხო და ახლა მაქვს სხვა ახალი მაქვს და ეს წამოვიღე. ეს რედუქტორი გამოვიწერე თემუდან 67 ლარი ღირდა. ეს არის 11 კბილიანი. შეიძლება კიდე დიდებიც იყო 17-იანი, აგერ მაქვს. შემიძლია ეს დავაბნიო, მაგრამ გონია რომ კი გაქაჩავს, მაგრამ არა საჭირო, საკმარისი არ არის სიჩქარე. ეს მქონდა. ანუ ისე მოხდა რომ მე მეგონა მთელი ბორში იყო ეს დიდი კბილანა და ცები. სურათებში ეხატა და არ დავკვირები ვარ. და ჩამოვიდა მარტო ეს. დაემთხვა რა. ზუსტად არის ესეთი. 3-4 ცები მაქვს ეს სქელი. მაგრამ ანუ არც ერთი არ არის. სხვადასხვა ზომის არის. არის პროგრამა სპეციალური, ანუ ინტერნეტში მქონდა კომპიუტერში და მოძებნა უნდა. რომ ფურცელზე ამობეჭდავ, ჩვეულებრივად ლისტზე, იმ დიამეტრის ლისტზე. დაადებ, დააზაკლოვკებ კი არა, გავუკეთებ რა. წერტილებს რომ დანიშნო რა. ხო და ზუსტად ის სვერლენა ნახო. ცოტა საწვალებელი არის. და გადირკავ მე, სახლის პირობებში შეგიძლიათ რომ გააკეთოთ. ეს ბორბლები შევიძინე. 15 ლარი ღირდა, 14 ლარში მომცა. ხარისხიანი ვერ ვნახე ახლა მის რა ქვია, კი ვიცი, კვადროციკლის ბორბლები, აი საკმარისად ძალიან ძვირი არის, საკმაოდ ძვირი არის. სიგრძეში არის 1.20 მ. აქ კიდე წინ ესე გავუკეთებ დამცავს სამხელას. და გვერდულად პროფილს ანუ წინ გავუკეთებ და გაზ და ტორმუს ფიქრობ ხელზე უქნა გაზი, არ ვიცი ნახავ რა. ტორმუზი მაქვს ერთი პრობლემა, პატარა პრობლემა მაქვს, ტორმუზი გადასაწყვეტი. ველოსიპედის ABS-ებს ვფიქრობ ბორბალზე დამაგრება. ესეთ გადამყვანი მომიწევს. ეს მაქვს მისვარკული ამ ბოლტებზე არის დადუღებული. ელექტროდით დავადუღე. საკმაოდ ყარათა, კარგად რაფერი არ ემუქრება მას კატეხვისა და ერთი არის კიდე პრობლემა, ვიბრაცია აქვს ამ მატორს. და რაღაცა რეზინები უნდა დაუტანიო, რომ ზივარ მე და ძალიან ისა რა ქვია. გამაღიზიანებელი რა დისკომფორტია რა. ან სკამს გავუკეთებ. რაღაც ისე რბილად, რომ ვიბრაცია ვერ ვიგრძნო. კარგად დადის, ნორმალურად, საკითხად. არ უჭირს ძრავს, აი მაქსიმალური სიჩქარით მუშაობს რა. მაქსიმალურ სკრიფავს. დაახლოებით 5 წლის უკან მეზობელს უნდა ესეთი გაეკეთებია თავის ბავშვისთვის. ხო, ანუ ქონდა ვიტოები ჩამოყავდა. ხო და გერმანიიდან წამოვიღო ველოსიპედი 4 ბორბლიანი. აი ვინც ბათუმში მაგალითად ვიცხოვრობთ, ალბანის კოჩკთან აქირავებდნენ, მორვაგზალთან აქირავებდნენ, მაგ დაგვარებს, ცოტა დიდებს, პატარებს პედალზე. და იმითი უნდა და გაეკეთებიან, დაემონტაჟებია დროშბის ძრავი, მაგრამ
რედუქტორი არ ქონდა მაგას და ისე შანსი გამორიცხულია რომ თავი ვერ წაიყვანა ფუტები გაუშვა იმან ცეპლენია ხო და მე გავხდი სასაცილო მეზობლების სასაცილო აი ხანი მაგას მეკაიფებოდნენ და ეხლა აგერ არავის არ უმტკიცებ მაგრამ ეხლა დაჩუმდა ყველა ხმას არ იღებს ეხლა რამეს არ დაიჯახო იმას მეუნებიან სხვანაირად დაიწყეს ლაპარაკი და ახლობით 10-15 წუთი შეიძლება რომ ამუშაო როგორც ბალახცელა ვისე რა დატვირთვა დიდი სიჩქარეს რო იღებს მე აი მართლა გამიკვირდა ძალიან არ ველოდი ამ შედეგს ნახდათ არ ველოდი არც ცეპსაგდებს არაფერი კარგათაა გასწორებული ერთია ეს მაქვს გასაკეთებელი საჭე ის ტორმოზები მაქვს ცოტა ნუ ხვალ წავალ ვიყიდი ABS-ებს ხო და ერსტანოვი კი მაქვს მაგრამ ეს კარგად უნდა იყოს და ცენტრი უნდა ქონდეს კარგად რომ ანუ რაზვალი არ უნდა ქონდეს ამ ბორბლებს აქ არა კაი ხარისხიანი ბორბლები არა 15 ლარშია ასეთ ბორბალს ნორმალური თხელი ჟეშტი შიგნით საკის არის ჩაპრესილი ხო ანუ მე თუ რამეს დაზიანდა ხშირად კაჭკებზე არის ესეთი დიდი ბორბლები 30 სანტიმეტრიანი 35 სიმაღლეში უფუჭდება ბუდეები ხო და აქ იქ ახლა კაჭკით სილა 3 მეშოკის სილა ახლობით 70 კილო კიდება და სავარაუდოდ ამაზე 4 ბორბალი 8 თითოზე გადანაწილებული იქნება და ახლობით 20-30 კილო და კი უნდა გაუძღოს და თუ არა და მაშინ კიდე აგერ მაქვს ესეთი სხმულები მაქვს ალუმინის ჩემი ჩამოსხმული არის ხო და ამით ზუსტად ისეთ დისკს გავჩარხავ მე აღარ ექნება არაფერი პრობლემა მე შეიძლება რაღაც სხვანაირად გავაკეთო დავხვეწო უფრო ეს კამიაგენს გადავაკრავ ყავს ცოტა სქელ გუბკას დავუტანიებ რომ ვიბრაცია ნაკლები კონდეს თუ ვინმეს რამე გექნებათ შეკითხვები აქ საქართველოში ზოგადად ესეთი რაღაცები არა ესე პოპულარული უფრო სხვა რაღაცები აინტერესებდა თუ გექნებათ რამე შეკითხვები დაწერეთ კომენტარებში და გიპასუხებთ კარგად იყავით მშვიდობიანი საღამო